სამსახურის შესახებ კანონი პირდაპირ გაუვალდებულებს, რომ დანიშნული მოხელეები, მოვალეობის შემსრულებლები შეგვეძლო დაგვენიშნა მხოლოდ 3 თვის ვადით. შესაბამისად 3 თვისვე და გადის ოქტომბრის შუა რიცხვებში და ჩვენ ვალდებულები ვართ კანონის მიხედვით ჩავატაროთ კონკურსი. კომისია გაიარა, ბიურო გაიარეს, ხა წინადადებით ვთავაზობთ, რომ თურმე ეს დებულებაში 60% პრობლემა, ცოტა ისეთ საკითხია. ეს ხმაური დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საჯარო მოხელის ატესტაციისთვის განსაზღვრულმა ბარიერმა გამოიწვია. საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულების მიხედვით ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულმა პირებმა ტესტირების შედეგად 60%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, რაც დღევანდელ სხდომაზე დეპუტატთა ნაწილმა გააპროტესტა. მათი თქმით, ზღვარი მაღალია, რის გამოც შესაძლებელია მოხელეებმა ტესტირება ვერ გაიარონ და ადგილები ვაკანტური დარჩეს. საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მაკა სუდაძე მიიჩნევს, რომ საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულება გაუმართავია, რადგან მასში საპრეტენზიო კომისიის უფლება-მოსილებები სრულად განსაზღვრული არ არის. მიუხედავად პრეტენზიებისა, სხდომაზე დამსწრე 23 დეპუტატიდან დებულების დამტკიცებას მხარი 18-მა მათგანმა დაუჭირა. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ ვერ გადალახებ 60%-იან ბარიერს და აღმოჩნდებით წლის დასასრულს იმ საშიშროების წინაშე, რომ არ გვეყოლება კადრები, რომლებიც დაინიშნებიან საფინანსო სამსახურებში და შემდგომში და სხვადასხვა სამსახურებში, რომლებიც აწარმოებენ საქმეს. არსად არ არის დებულებაში გაწერილი რა ბედიელის, მას შემდეგ რაც მიიღებს გადაწყვეტილება საპრეტენზიო კომისია განიხილავს ამას თუ არ, თუნდაც განიხილავს თუ არა საკონკურსო საატესტაციო კომისია. ეს ამ დებულებებში არ არის მითითებული და უბრალოდ წინა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულება იყო კოპირებული და არაფერი არ იყო შეცვლილი. ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული მოხელეებისთვის ატესტაცია ოქტომბრის შუა კვირაში დაინიშნება. საჯარო სამსახურში დასაქმებისათვის პირველ ეტაპზე სავალდებულო ტესტირება უნდა გაიაროს. რის შემდეგაც იგი გასაუბრებაზე საკონკურსო საატესტაციო კომისიის წინაშე წარსდგება. დღესვე დეპუტატებმა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეც აერჩიეს. ფარული განჯისხლის საფუძველზე პოსტი ახალციხის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ დაიკავა. ხმები კი ასე გადანაწილდა: 20 მომხრე, 3 წინააღმდეგი და 1 ბათილი. როგორც მუნიციპალიტეტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულებამ სხდომაზე გატანამდე არაერთი ინსტანცია გაიარა. მისმის ერთი ფულაც ტესტირების დროს ძალიან ბევრს წვეთს, მაგრამ ამაზე ვიმსჯელეთ, გავიარეთ, კომისიაც გავიარეთ, კი ბატონო, ბიუროც გავიარეთ და შევჯერდით, რომ აი ეს პროცენტი, 60% არ არის ის პროცენტი, რომ ყველგან ისია. ჩვენ ამ პროცენტით ვადგენთ მე რა კატეგორიის კადრი მჭირდება სამსახურში. განა ის რომ ხო, არსებულმა თუ ვერ ჩააბარა ბატონო, მაგრამ ხა ცოტა სხვა მომენტია. სხდომის ერთ-ერთი საკითხი ეგრეთ წოდებული მიწის კომისიის ჩამოყალიბება იყო. 5-კაციანი ჯგუფი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაკანონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს. კომისიის თავმჯდომარე და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე დაინიშნა. წევრები კი ნოდარ ტალახაძე, ეკატერინე ხათიკაშვილი, ნოდარ ბალახაშვილი და მამუკა პარნაშვილი იქნებიან. არის ბევრი საკითხები, როგორც მიწის საკუთრებაში გადაცემას უკავშირდება და ამჟამად შეიქმნა ეს კომისია და სურვილებს, ვისაც პრეტენზია ექნება მიწის დაკანონებაზე, შეუძლიათ მომართონ დღეიდან უკვე ამ კომისიას. კომისიის თავმჯდომარე ვიქნები მე და წევრებიც შესაბამის სამსახურის უფროსები, ხელმძღვანელები, რომლებიც ჩვენ გამგებობაში არიან და პლუს დაგვეხმარება კონების მართვის სააგენტოდან ერთ-ერთი თანამშრომელი მათი. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-6 სხდომაზე დეპუტატებმა გადაწყვეტილება სოფელ ღრელში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის შესახებაც მიიღეს. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ დასახლებაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული იყო სავალი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხიდან კი ნაშთი 95,865 ლარი დარჩა, რაც სანიაღვრე არხების მოწესრიგებას მოხმარდება. დეპუტატების თქმით, სამუშაოები პარალელურ რეჟიმში წარიმართება. რადგან ღრელის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სანიაღვრე არხებისთან ერთად მოხდეს იქ საკანალიზაციო მილების ჩაწყობა. მეორეზე ან მესამეზე სოფელმა რომ მოითხოვოს, აღარ მოხდეს ამ მიწის საფარის გადათხრა, ან სანიაღვრე არხების მოშლა და ამ საკანალიზაციოს ხელახლა ეს ერთობლივად მოხდება და დიდ თანხას დავზოგავდით. ამიტომ ჯობდა ცოტა რაღაცაში ან ბოლო-ბოლო საფარის მეტრები მოგვეკლო და ეს თანხაც გამოგვეყენებინა.
დღევანდელ საკრებულოს ხდომაზე განსახილველად 10 საკითხი იყო გატანილი, მათგან 2 ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებში ეხო. დეპუტატთა თქმით, სტიქიის შედეგად დაზიანებული მინაძისა და ურავლის სავალი გზების რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების სამინისტრომ 15423 ლარი გამოყო. გარდა ამისა, მათ ქონების გაყოფის შედეგად მუნიციპალიტეტის ბალანსზე დარჩენილი ტექნიკის შესახებაც ისაუბრეს. დეპუტატთა განმარტებით პირველი პირებისთვის გამოყოფილი ავტომანქანები მოძველებულია და მწყობრიდან გამოსული, რისი შეკეთებისთვისაც თანხა ბიუჯეტიდან გამოიყო.